მოგესალმებით ბატონო გიორგი. თქვენ ვაკვირდებოდი ინტერესით გადახედეთ რამოდენიმე ნამუშევარს, ზოგს მეტი ინტერესით დააკვირდით, ზოგს ნაკლები. ზოგადად თქვენი შთაბეჭდილება რო თქვა გამოფენასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. გულწრფელი მოწვევებია და დაუფასო გამოფენის ორგანიზატორებს. ეს ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მოხარული ვარ, რომ მომისვა შანსი თქვენამდე მომიტანა ჩემი ნამუშევარები. რაც შეეხება ილოებს, ასე ერთი სიტყვით ამის გადმოცემა ძალიან რთული არის. მიუხედავად ემოციებით ერთი პროექტში, რომ მე ძალიან მოხარული ვარ ამ ყველაფრის ნაწილი რო გავხდი. მოგესალმებით ხალბატონო თამარ. როგორც ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ თქვენი ორიგინალობით, თქვენ შემოქმედებაში და განსხვავებულია თქვენი ნამუშევარი. ჯერ პირველ რიგში გამოფენასთან დაკავშირებით და შემდეგ თქვენ ნამუშევართან დაკავშირებით გითხარით ის თქვენ. ჩვენი გამოფენასაც შეეხება, ეს არის საზაფხულო ხატათელეგის მიერ დაუერთებული საზაფხულო გამოფენა. რომელშიც შევებენ პროფესიონალ მხატვრები, მხატვრები, გამოფენები არიან სტუდენტები, პროფესორები, რომლებიც იღებენ გამოფენაში რაც ყველაზე პირადად ძალიან უწევს არის ძალიან ლამაზი ფერები აიაუჭერა. რასაც აუქოს გამოსოს ნახატებული თქვენ ნახატი რაღაც ცოტა ისეთ ფერები იყო და ეხლა ფერთა ის არის ფესტივალია. თქვენი ნამუშევარიც შესაბამისი არის. ანალოგიურად ფერთა თამაში დავაფეროს. ფერთა თამაში. რამდენ ხანს ანდობებთ ახლა ასეთ ნამუშევრების შექმნას? ამას მოდი 3 კვირა დაახლოებით. მოგესალმებით ანა. შთამბეჭდავი ნამუშევარი არის რელიგიურ თემაზე. თქვენ ამ თემატიკაში მუშაობთ თუ ეს პერიოდი რამდენიმე ნახატი ეს დავიწყე ბიბლიური თემიდან იესო ქრისტეზე. და მინდა რომ გავახსენო იესო ქრისტე. რაც აღწერას მათში. და იმედი მიცე. იმედი არ დაკარგო. მე ის მომეწონა რომ მარტო ის არა გაქვთ უბრალოდ გამოსახულება, რაღაც თითქოს ამ ღვინეც არის, ჯვარი, რაღაცა პეიზაჟიც არის და ეს სიმბოლოდ სადაც იყო დასვენებული და აღმოსასწორდა გადაგორებული. ძალიან საინტერესოა. ეს თქვენი ფანტაზიით არის გაკეთებული თუ? მადლობთ, შესანიშნავია წავედებოდი.